საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ ახალ ამბებს 22 საათზე გიყვებით დღის მთავარ თემებზე და მოვლენებზე სტუდიაში გვანცა გოგოაძე. 35 წელია ყოველდღე რეგიონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სიახლეებს ადამიანები ამ ეთერიდან იგებენ. თრიალეთი ქართულ მედია სივრცეში უკვე 3 წლეულზე მეტია მოღვაწეობს. მაუწყებლობა 1990 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ტელევიზიის ეთერში საინფორმაციო გამოშვებასთან ერთად არაერთი ток-შოუ, გასართობი და შემეცნებითი გადაცემა გადიოდა. როდესაც თრიალეთში მოვედი სამუშაოდ, ეს ტელევიზია საუკუნის მეოთხედს უკვე ითვლი და ახლა უკვე 35 წლისა 10 წელზე მეტია მაუწყებლობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საქართველოში მთლიანად. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ ტელევიზია არის თითქმის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელა და შესაბამისად წერდა საქართველოს უახლოს ისტორიას. ბევრი ბრძოლა გადაიარა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომმაც უშუალოდ გადაიარა ჩვენს ტელეკომპანიაზე, აქ იყო მედია ცენტრი, იცით ყველა და ვიცით და მჯერა რომ ახლა ეს ტელევიზია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას, დაყადაღებულია მისი ანგარიშები და ჩვენ ვიცით ამას რაც მოყვება ხურვის პირას არის, მაგრამ მჯერა რომ ამ ბრძოლასაც აუცილებლად მოვიგებთ. მინდა მივულოცო თრიალეთს საიუბილეო თარიღი, მის ყველა თანამშრომელს დამართლას დასაფასებელია ამ რთულ პერიოდში მათი შრომა და პროფესიონალიზმი. 35 წელი არის ძალიან ბევრი დრო და მაკეთებდი აი ამ საქმეს, რომ ემსახურებოდი მაყურებელს, მართლაც დასაფასებელია. მე მიხარია რომ ვიყავი ამ ტელეკომპანიის ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში. მინდა ვუსურვო ამ ტელევიზიას, რომ თავისუფალი მედია გარემო ქონდეს და კიდევ დიდხანს იყოს, კიდევ დიდხანს ემსახუროს მაყურებელს და რაც მთავარია, ყოველთვის იყოს ისევ პირველი და სანდო წყარო რეგიონში. ტელევიზია, რომელიც 10 წლეულზე მეტია მაუწყებლობს, ახლა განსაკუთრებით მძიმე გამოწვევის წინაშე დგას. უკვე ერთ კვირაზე მეტია თრიალეთს ინკასო დაადეს და დახურვის წინაშე დგას. პირველ რიგში მე მინდა თრიალეთს მივულოცო დაბადების დღე, ვუსურვო წარმატებები და ისევ მაუწყებლობა. სამწუხაროდ დღეს თრიალეთი არის გასაჭირში და მის ანგარიშებს დაადეს ინკასო. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რეგიონში გააგრძელებს ის მაუწყებლობას, თრიალეთი გაიმარჯვებს. ტელეკომპანია თრიალეთის წვლილი ძალიან დიდია რეგიონულ მაუწყებლობის კუთხით, განსაკუთრებით შიდა ქართლში, სადაც მაუწყებლობს ეს ტელეკომპანია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და ასე ვთქვათ აღმაშფოთებელიც, როდესაც ხელისუფლება უპირისპირდება მას, როგორც ვიცით, დაუყადაღეს ანგარიშები, დაიბრძვიან და ფაქტიურად ტელევიზია მიიყვანეს დახურვის პირას, მაგრამ მედიასთან ბრძოლა არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და რა თქმა უნდა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ არც თრიალეთის წინააღმდეგ არ გაუვა. აუცილებლად თრიალეთი გადარჩება, გააგრძელებს მაუწყებლობას და ხელისუფლების ბედი რაც იქნება, ამაშიც დარწმუნებული ვარ. ალბათ ყველა მიხვდება რისი თქმაც მინდა და რა ბედიც ეწევა ასეთ ხელისუფლებას, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. გარდა ტელევიზიისა 2004 წლიდან რეგიონის მასშტაბით მაუწყებლობა დაიწყო რადიო თრიალეთმაც.